მოგესალმებით, მეგობრებო, დღეს ვიღებთ YouTube აუქციონის ახალ ეპიზოდს, სადაც ღამის მონადირეების სრული შემადგენლობა წარსდგება და გავარკვევთ თუ ვინ გახდება ყველაზე დიდძალი ქონების პატრონი. სხვათა შორის იმისთვის, რომ თითოეული მონადირე მოგვეწვია, აუქციონის ისტორიაში პირველად თამაშობს 6 მონაწილე, ხოლო ამ 6-ეულს წარადგენს ასურა, ჰელა, ლაზარუსი, კალიმა, კასტორი და პოლუქსი. მოგესალმებით ყველას. ძალიან მეეჭვება რომ რომელიმე YouTube მაყურებელმა ხა თქვენ შესახებ არ იცოდეს, თუმცა მე მაინც ყოველი შემთხვევაში ვიდეოს აღწერაში დაურთავ ამ უმაგრესი ადამიანების YouTube არხს, შეგიძლიათ გადახვიდეთ და თუ არ გაქვთ ნანახი, ჩაუჯდეთ და უყუროთ კიდევ ერთ წარმატებულ ქართულ პროექტს. მეგობრებო, რადგან 6 მონაწილე ყავს, პატარა ცვლილებები გვექნება და აგრეთვე ცვლილებები გვაქვს არხზეც, რადგან ჩვენ არხს ყავს ახალი სპონსორი WhiteBit Georgia, რომელიც გახლავთ WhiteBit Global-ის სანდო პარტნიორი საქართველოში. თავად WhiteBit Global არის ერთ-ერთი უდიდესი ცენტრალიზებული კრიპტო ბირჟა მთელს ევროპაში, რომელიც აგრეთვე არის Barcelona-ს ოფიციალური სპონსორი, ხოლო თავად WhiteBit Georgia ქმნის უსაფრთხო კრიპტო ბირჟას, სადაც მომხმარებელს შეუძლია რომ ივაჭროს, გააკეთოს ინვესტიცია, ან მიიღოს წვდომა ნებისმიერ კრიპტო სერვისზე. მეგობრებო, როგორც გითხარით, 6-ეულის შემთხვევაში მეტი კონკურენცია, ეხლა რა თქმა უნდა. ბუნებრივია, ამიტომ ვირტუალური 3000 ლარის ნაცვლად ვირტუალური 3500 ლარი გექნებათ ბიუჯეტი, რომლის დახმარებითაც უნდა ეცადოთ, რომ რა შეიძლება მეტი ძვირად ღირებული ლოტი შეიძინოთ. ხოლო აი ის, ვისაც ყველაზე დიდი ქონება დაუგროვდება, მიიღებს ჩვენი სპონსორისგან, WhiteBit Georgia-სგან 500 ლარს ბიბი ბარათზე. ბიბი ბარათი გახლავთ პირველი კრიპტომეგობრული ბარათი, სადაც გარდა იმისა, რომ შეგიძლიათ პარალელურად აკონტროლოთ თქვენი აქტივები, შეიტანოთ, გაიტანოთ და ასე შემდგომ, შეგიძლიათ ასევე გადაიხადოთ ნებისმიერ ადგილას ან გაანაღდოთ ნებისმიერი ბანკომატიდან. და სანამ პირველ ლოტზე გადავალ, მინდა გითხრათ, რომ 130.000 გამომწერს აუცდის. და ის ადამიანი, ვინც ახლა უყურებს და ჯერ კიდევ არ აქვს არხი გამოწერილი, უნდა ქნან, უნდა გამოიწეონ, აი მიაჭირონ subscribe თუ აქვს, იმიტომ რომ 150.000 გამომწერზე ძალიან მაგარ კიდევ ერთ ახალ ვიდეოს უმზადებ. ხო გაინტერესებს? კი. აი ხო მიაჭერდი შენ. კი. გაქვს მიჭერილი ჩემი არხი. აი ადამიანი. დავიწყეთ. მეგობრებო. ასეთი მულტიფუნქციური მანქანა იყიდება. ეს არის პირველი ლოტი. გარდა იმისა, რომ ეს მანქანა ბევრი დანიშნულებით შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ, არ ვიცი, ვიღაცამ შეიძლება მაგალითად იცხოვროს, გადაადგილების საშუალება იყოს, შეიძლება გადაზიდვის სერვისიც გამოიყენოს. აგრეთვე ეს მანქანა გახლავთ მობილური რესტორანი. შეგიძლიათ რაიმე ივენტზე ან რაიმე მსგავს ისეთ გარე აქტივობაზე მიხვიდეთ, გაესწროთ და იქ არსებულ ხალხს შესთავაზოთ სერვისი. სამზარეულო შეგიძლიათ ბიზნეს საშუალებადაც კი გამოიყენოთ ეს მანქანა. 200 ძალიან სასაცილო რაღაცაა. 200 ლარი მივიღებ პირველი. 400. 400, 100-საც შეგიძლიათ გაზარდოთ, მაგრამ 400 ლარი. ასტომატ. დაანდებია, მე მინდა 600. 600 პირველივე ლოტზე 600 ლარი მეგობრებო. პერსონალი არ მოყვება, ხო? არა, პერსონალი არ მოყვება, პერსონალი აღჭურვილობა არ მოყვება. აი გაითვალისწინეთ, 600 ლარი არის ნათქვამი. კარგი. მე დავიწყებ თავს. 600 ლარი 1, 600 ლარი 2, 700. 700. ჰაჰა, დაგოიმდი არ მინდოდა არა. 701. მინდა. მე გეუბნები, მე სახლი მინდა. 702. სახლი კი შეგეძლია იცხოვრო კიდეც. და 700 3 გაყიდული. ვაუ. მოგილოცავთ პირველი ლოტი. სახლი მაქვს. პირველი ლოტი გადაეცემა პოლუქს, რომლის ღირებულებაც გახლავთ. შეეძეთ რა ღირს? მილიონი არის. მე ვფიქრობ რომ 50-დან 100.000-მდე იქნება. მეტი. არ იქნება კი, მეტი უეჭვ. ასე მეტი იქნება. ამ მანქანის ღირებულება გახლავთ $88,000. კარგად იყავით. შენ ისთვის მოხვედი ეგ გააკეთე, სახლი გაქვს. უჩამ შეიძინა 700 ლარად, მაგრამ ეხლა ცოტა ხანში გავიგებთ, რამდენად კარგი შენაძენი აღმოჩნდა. შეიძლება ძალიან ძვირად ღირებულია სხვა ლოტებთან შედარებით. ამას ცოტა ხანში გავარკვევთ. შემდეგი ლოტი გახლავთ სახლი პარანორმალური მოვლენებით. ანუ ეს 2 სართულიანი სახლი მოიცავს 4 საძინებელს, 2 სააბაზანოს და 9 მოჩვენებას. ოღონდ მართლა. 9 მოჩვენებას? დიახ, ანუ მოჩვენებებით შედის ამ სახლში, ოღონდ არ ხუმრობ. ამ სახლის საშინელი წარსულის თუ ვიმჟერებთ, სახლში ჯერ კიდევ ბინადრობს 9 გარდაცვლილი სული. და აქედან 5 არის
მე პატრონის ნათესავი. ანუ გასახლების ამბავი როგორ იქნება მაგრამ თუ თქვენ შეძლებთ რომ უგულებელყოთ ეს პარანორმალური მოვლენები ამ სახლში, მაშინ მინდა გითხრათ რომ შეგიძლიათ ეს ორსართულიანი სახლი თავისი დიდი ვერანდით და დახვეწილი ორნამენტული ინტერიერით ნამდვილ ბიზნეს შესაძლებლობად აქციოთ მეგობრებო. ხო, ესეც სახლი 100 ლარი მივიღებ 100 ლარს 200 300 400 500 600 700 700 ესე თუ გიყვართ მოჩვენებები 900 900 შესახლებზე მაგრა იწყება 1000 1000 ლარი 1000 ლარი ერთი წამ მოჩვენებები მიდი ჩემი სახლის და უჩახო გახსენე 4 ციფრიან ნიშნულს მივუახოთ 1000 1200 1200 დუხსი აგდებს კაი 1201 1200 2 3 გაყიდული შენი აზრით რა რეინჯი ბევრია კი ანუ მანქანაზე ძვირდი კი არა მეჭვი კი უეჭვარი იმედია არა და ამ ლოტის ფაქტი გახო 359,000 გამიწვალე რა შეიძლება და 999 გილოცავთ შვენიერი შენაძენია კი ძალიან დიდ კუშებს ისვიან საიდუმლო აგენტის ერთწლიანი კურსი აი ბარში ყოფნისას რომელს შეგიკვეთავთ ვოდკა მარტინი დაშეიქებული არა მორეული შენ შეგიკვეთავ 300 ლარს მივიღებ 300 ანუ რატო გეკითხებით რა ის რომ ეს არის ჯეიმს ბონდის საყვარელი სასმელი და ეს კი თქვენი შანსია გახდეთ ნამდვილი ყოფილი ჯაშუშის მოწაფე გუნდი არსებობს ყოფილი ჯაშუშების მოწაფეების კგბ-ს თანამშრომლების რომლებიც აგიყვანენ ერთწლიან სრულ კურსს გაგატარებენ ყველანაირ skills აბსოლუტურად თავდაცვას ტექნიკას და ასე შემდგომ შეგასწავლიან რაც უნდა გქონდეს ნამდვილ ჯაშუშს და ერთი წლის შემდგომ თუ თქვენ წარმატებით გაივლით ამ კურსს შესაძლოა უცხო ქვეყანაში სატესტო მისიაზეც კი გაგიშვა 400 გადავარდია 400 ლარი მივიღეთ 500 600 700 800 არ გაგვყვებით ელენეს გამონდობლე 900 1000 არ გაგვყვებით 1000 ავე 1100 1200 ოუე ღამის მონადირეებს ნაკლებად სჭირდება ეს კურსი მე ესე მგონია მაგრამ 1200 ლარს იხდიან 1300 ბჭარა აი ხუცი რა ბედია კაი რაღაცა იქნება 1301 1302 და 1300 არ დაარტყა უარ ჩამობიდა შეიძლება რა უჩა რა ღირს აუ რავია 50-იან არა მანქანაზე ძვირი უეჭველია მანქანაზე ძვირი უეჭველია მართალი მზადებით მანქანაზე ძვირი უეჭველთ რომ 400,000 დოლარი ღირს 400,000 დოლარი თუმცა ჩემზე ძვირი რაღაცა იყიდე ხო ეი ბრატ 1500 ლარი გაქვს დარჩენილი შემდეგი ლოტი მეგობრებო გახლავთ მათთვის ვინც თვით გადარჩენისთვის ყველაფერს გააკეთებს 100 მივიღე ეს არის ბუნკერი მეგობრებო 4 ოთახიანი ბუნკერი მოვლენ დაგიმონტაჟებენ გნებავთ სახლის ქვეშ და ზემოდან სახლი დააშენეთ რომელიც მოგცემთ საშუალებას 1000 კი ბატონო მე უზური ვარ მივიღებ 1000 ლარს ეს 4 ოთახიანი ბუნკერი საშუალებას მოგცემთ რომ გადაურჩეთ ატომურ აპოკალიფსაც ბუნკერი და 1500 მე ასევე გეტყვი რომ საჭმელი შედის არა საჭმელი არ შედის მაგრამ კომფორტულად მოაწყობთ აბსოლუტურად ყველაფერს აბსოლუტურად ყველაფერი აქვს 1501 1600 1601 აბა ნახოთ ის უფრო მეტად ჯერა აპოკალიფსი 1701 დაგჭა შენ 1700 კი კი მე მგონია მეგობრებო რომ დღევანდელი გაცემა მალე მოვჭება 1702 და 1700 3 გაყიდული 2 და 9 დავხარჯა და აი რას ფიქრობთ რა რეინჯი უნდა იყოს რომ 9 მილიონზე მეტი უეჭველია 9 მილიონზე მეტი უნდა იყოს კი რავი მაშინ მომიოცავს ფაქტობრივად რომ 475,000 დოლარი შვენიერი შენაძენია კარგით მოდით გადავიდეთ შემდეგ ლოტზე რომელიც მეგობრებო ნამდვილ რკინის კაცად გაგრძნობინებთ თავს შენ ვერა მიშო შენ პირველი იწევ და არასდროს არ ყიდულო მაგრამ ეს გახლავთ გრავიტი ინდუსტრიის ფრინავი აპარატი ჯეტპეკი ასე ვთქვათ ამ აპარატს აქვს რამოდენიმე მცირე სარაკეტო ძრავი რის მეშვეობითაც გრავიტაციის დაძლევას შეძლებს თუ რა თქმა უნდა სწორად გამოიწვევს 600 601
და ასევე მეგობრებო, ეს დანადგარი 127 კმ/სთ ავითარებს, მაგრამ დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში შეგიძლიათ რომ იფრინოთ. მაქსიმალური სისწრაფით 10 წუთის განმავლობაში იფრინოთ რა. 700. 700. 800. 900. 900. ეს ძვირი არ ხარ. 1000. 1000. 40000 იღებდეს. გამე მივიჩი. 40000 გონია. აი აყიდინეთ ახლა მიშოს. აყიდინე მიშო. 1001, 1002 და 1003 გაყიდული. ეხა ბუნკერზე ძვირი ღირს დაუჯერო. ახლა გავიგებთ რა, თქვენი აზრით რა ღირს? 20-30000. არ ჩემი 20-30-ში 1000 ლარი გადაიხადე, მიშო? მიყვარს, ბავშვობ ჯეტიადან მიყვარს რა. გასაგებია. მარტო მაგიტო გადავიხადე, მიყვარს. აი ნახე სიყვარულს რა შეუძლია რომ გააკეთოს 9 მილიონიანი ლოტი მოგაგები რა, მე მგონი მიეციო რა მიეციო. რეებს მივიჩი. მიყვარს. გილოცავთ ამ ლოტს. სან ანდრეას ჩემ ბავშვობ. ო ეს წარმომედგინე თუ მაგდენი იღირებოდა ეს. მეექვსე ლოტი თუ შეიძლება, რომელიც გახლავთ ბრედ პიტის 600. პოკერში რო არიან მინიმუმ ბიტს ხო იცით 10 მეტრს რო შემოდიან ხოლმე, დაახლოებით ეგეთ რაღაცას აკეთებს. თამაშს არ ათამაშებს. ეს გახლავთ ბრედ პიტის ცვილის ფიგურის ლიცენზია. ანუ, როდესაც ამ ცვილის ფიგურას ამზადებს კომპანია და განსაკუთრებით კომერციული თვალსაზრისით იყენებს, მაგალითად დადგავს მუზეუმში, წას ტურისტები შედიან, ფოტოს იღებენ, ფულს იხდიან და ასე შემდგომ, უხდის ლიცენზიას კონკრეტულ მსახიობს და ამ შემთხვევაში გვაქვს საუბარი ბრედ პიტზე. 1 წლიანი ლიცენზია. რა ღირებულებიც არის? აი ამ ღირებულების ლოტი იყიდება სვილია და არა ნამდვილი. 601. აბა ნამდვილ ბრედ პიტზე. 800. 800, 900. მე მგონი რომ ამ ლოტს არ გაიგო. 1000, 1100, 1200. 1300. 600. 1400, 1500. ეს кайფასი იღირება. მოგეთ, ჰელა არ დაცმობს ბრეტის არც შემთხვევაში. 1600. 1600. აი 1700 გოგოები კონკურენციაში შევიდნენ. 1701, ირაკლი. 1702 ირაკლი. და 1700. არა ეს მოშა ძვირი იღირება. 3. ალბათ 200-300.000-მდე. არ შეიძლება ძალიან ვცდები. ხო, ბრედ პიტია ის ხო არ არის არის ლიცენზია რაღაც. ცვილის ფიგურის, ანუ ბრედ პიტია ის ხო არ არის რაღაც. უბრალოდ მსახიობია ბრეტა, ჰოლივუდში თამაშობს. ეგეც რაღაც. არც ერთ YouTube სერიალში არ აქვს მიღებული თალი. მონაწილეობა. არა, მაგითო არ. არ მგონი მარტო, ანუ არც მისი პოსტერის ლიცენზია არ არის, არც სხვა არაფრის, არც სახის გამოყენების, უბრალოდ ცვილზე გაქვს ლიცენზია და არ მგონია რომ ძალიან ძვირი იღებდეს. აი ნახე, სამსახიობო სკილები, გამოცდილება, კომპეტენცია რამდენს ნიშნავს ადამიანმა რაღაცები გათვალა, იმიტომ რომ ამ ცვილის ლიცენზიის ფასი გაახლავთ 155000 დოლარი. კი ბატონო. მაინც ბრედ პიტია მეგი. არა უშავს, მე ხო დამრჩა ბრედ პიტი. თუმცა ჯერ თამაში წინ არის, არც თუ ისე და 98000 ჯობია. რადგან მეგობრებო, ამდენი ვისაუბრეთ ლიცენზიებზე, მოდი მე კიდევ ერთი ლიცენზიის ლოტს შემოვიტან თამაში. მაგრამ ამჯერად იყიდება ტაქსის 600. 600. არა ეს ძალიან ძვირი იქნება. ხო, პირადულად ვიღებ. არაფერი არ უნდა რომ იმას აყიდინოს. მოიცა, ამას 600 აქვს და ხო, და მაგითო იწყებს რომ იმას არ აყიდინოს. ამ ლოტში რა ხდება? იყიდება ნიუ-იორკის ტაქსის ლიცენზია, თუმცა უნდა გახსოვდეთ, რომ ნიუ-იორკის ტაქსის ლიცენზიის ფასი ყოველთვის ცვალებადი იყო წლების განმავლობაში და ეს გახლავთ 2007 წლის აგვისტოს მონაცემებით. რაღაც კონკრეტული ფასი დაფიქსირდა. და იმ ფასზე არის საუბარი. ნუ დარწმუნებული ვარ ნიუ-იორკის ყვითელ ტაქსში რომ მჯდარიყავით, სადღაცას მინიმუმ გაგვიელებია თუ არ გდომებია, მაგრამ აი ამ ლოტის შეძენის შემთხვევაში მოგცემთ საშუალებას რომ აიღოთ სწორედ ნიუ-იორკის ყვითელი ტაქსის ლიცენზია და დაიწყოთ თქვენი მცირე ტაქსო პარკით ოპერირება. ჩათვალეთ, კომპანია ხართ, ლიცენზია გჭირდებათ და აი ამ ლიცენზიას ყიდულობთ რომ ასე ვთქვათ, ტაქსო პარკის ოპერირება დაიწყო. 700. 700. აბა ვის უნდა ტაქსაობა რო? 1000. 1000. 1100. ვიდეო ფულს. ნიუ-იორკში 1200. ვიყიდი მე 1300-ს. 1300 თუ ვიმე დაგითმობს 1400. ამ ტაქსით 1501. 1600. 1601. ირაკლი ვიცი 1700. 1700. ვაიმე. გაატანეთ, 1700 ძალიან ბევრია. 1702 და 1700. სამი გაყიდულია. ქალბატონ ელენეს ვეკითხებით. არ ვიცი. ძალიან მაგარი.
ჯერჯერობით საუკეთესო იქნება, რაც კი აქამდე გაყიდულა. ეს ამშვიდებთ თუ თვალს რატომ? რომელიც გაახლავთ $600,000 და ჯერჯერობით დაფიქსირდა ყველაზე ძვირად ღირებული ლოტი, რომელიც გახდა ელენის საკუთრება. ეს ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი ხმალია მეგობრებო. არ ვიცი რამდენად მნიშვნელოვანია ფასით, თუმცა გეტყვით რომ ნაპოლეონურ ბრძოლებში განთქმული ბრიტანელი ადმირალის ხმალი გახლავთ. მოკროვილი სახელურით და უნიკალური გრავირებით არის გამორჩეული. ამ ხმლის პირი არაერთ ფრანგ და ესპანელ მეზღვაურს უგემია, მაგრამ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ტრაფალგარის ომის შემდეგ ამ ხმალს საგვარეულო რელიკვიად ინახავდნენ, სანამ 2002 წელს არ გაიყიდა. 500, 600, მე ვიტყვი 600. არ ვიცი, უბრალოდ აწიე თუ 600 თქვი? მიყოს 600. ჩემი 600. 900. არ დათმოირა ბოლომდე. 1000. 1100. 1100. კაი, 1200. სხვა ფოტოსაც განვიხილეთ. ბრედ პიტს დააჭერინ. 1300. 1300. ოო. 1301. 1300. ირა 1500 და კაი. 1300. 1400. 1500. 1500. 1501. 1600. ნუ კაი წაიღოს. 1601. არ უნდა გაგეტანა. 1602. კაი 1700. 1700. 1701, 1702, 1703. უბრალოდ პირადი ის იყო, ვერ მოვითმინე. მეტი არაფერი. დარწმუნებული ვარ ძველი ღირს მანქანაზე. 9 მილიონი უნდა ღირს. 200. არ იღირებ. 200,000 გაცილებით მეტი ზღვის. იცი რა არის, მე გეტყვი რომ არ არის ცუდი შენზე. $521,800 ის ეს რელიკვია. აი $800 მოგაგებინებს თამაში. გადავიდეთ ახლა ძალიან საინტერესო ლოტზე მეგობრებო, რომელიც ასე თუ ისე გარკვეულწილად არ ვიცი რატომ, მაგრამ შეიძლება თემატური იყოს. 1000 მივიღე, 1001. ვიცი რომ მითოლოგია კულტურა თქვენთან ძალიან ასე ვთქვათ ახლოს არის და თუ გქონიათ სრული ყოფილიყავით ედოს დინასტიის სამურაი. ამ ნიღაბს რო გაიკეთეთ, თქვათ სამურაი ვერ გახდებით, თუმცა ამ ხელნაკეთი ონის ნიღაბის მეშვეობით ნამდვილად შეიძლება ტაგიკავას შოგუნატის დაუმარცხებელ სამურაით იგრძნოთ თავი. მესამე სეზონში ახალი მონადირე გვეყოლება. გამატანეთ. 1001. პატარა გექნებ. მეც არ გადავიხდი და რა ონის ვიცი. ნიღაბი 1002 და დაარტყი. 1000 დაარტყი. სამ გაყიდულ. თუ არ მეშლება ძალიან ძველი არ უნდა იყოს ედოს დინასტია, ალბათ არ ვიცი. მე ძვირი არ მგონია. მეც არ მგონია ძალიან ძველი ღირი. აი დაახლოებით რა რეინჯია? 200,000, 150,000-დან 200,000-მდე. მე ვფიქრობ უფრო ნაკლებს 50,000 ეღილება. მე გეტყვით რომ ძალიან აცდით. ძალიან ძველი ρε. აი ძალიან აცდით, რადგან მეგობრებო, ეს ედოს დინასტიის სამურაის ნიღაბი გახლავთ. 129 და 70. ხოთი $10 ეღირება მე. ვინ იყიდა? მე. რა მაგარი მანქანა, უჩა. ძალიან მაგარი მანქანა. მე ვასწრებ, ანუ უშუალოდ იმ დინასტიის არ იყო ხელნაკეთი. ანუ გულისხმობ იმ დინასტიიდან გამოყოლილი კი არ იყო, ვიღაცის გაკეთებული იყო უბრალოდ მსგავსი რა. არა უშავს. ძალიან მე რაც ლამაზი. მიყვარს იმას ვყიდულობ, დამანებეთ მე თქვენ თავად. შურის მაძიებლების კომიქსი. ოღონდ ეს არის 1963 წლის გამოცემა. ეს არის პირველი გამოშვება, როდესაც პირველად გამოჩნდა შურის მაძიებლები და ეს არის თორის რკინისკაცის ჰალკის და ენტმენის გაერთიანება. საუკეთესო ჩენახულის ფასია? შეფასებულია როგორც ერთ-ერთი ყველაზე კარგად შენახული ვერცხლის ხანის ექსპონატი. 300. 300, 400, 400, 500. 700. გოგი არ მესმის. 800. 900. 901, ეს გონი ძვირი ღირძა. 1000. 1500. 1500 ბოლო თქვენს ბოლო ბიუჯეტს ჩამოდის. 1501, 1500, 2, 3 გაყიდული. ვინ 1500? Avengers მე ვასწრებ. ძალიან ძვირი აღირება, უბრალოდ იმეც ვიტოვებ რომ ამას ძვირიც იქნება. მიშომ ალბათ იცის რომ ამ ლოტებს რეალურად ვერ ვატანთ. ხო, არა, ვიცი. იმიტომ რომ რაც გევასება ამას ხო წავიღებ. ამას ხო წავიღებ. ფოტოს ვატანთ. გამოჭრის და დადებს მე რა პრობლემა. ოკეი. თქვენი ლოტის ფასი მეგობრებო, გახლავთ $422,000.
არ არის ნამდვილად დაბალი ღირებულების ლოტი, უბრალოდ ყველაფერი გადაიხადა უბრალოდ. მთელი რა თქმა უნდა ვირტუალური ბიუჯეტი ჩადეთ. შემდეგი ლოტი ჯერჯერობით არ მორჩილება, მაგრამ გეტყვით რომ უკვე მე-11 ლოტზე გადავედით. 1922 წლის Leica Luxus 2. ძალიან ლამაზია. 100. 200. 200. 300. 300 იყო. 400. 400. 500. 500, 600. 700. მე რაფერი არ მithქვამს სათაური წავიკითხე უბრალოდ. მოიცა. 800. 800 მიღებულია. გარდა იმისა, რომ ერთ-ერთი უიშვიათესი კამერა არის. თქვენ გაქვთ საშუალება, რომ ამ კამერების მსოფლიო მარაგის 25%-ს დაეპატრონოთ. ან სულ 4 არის წარმოებული და ასევე გეტყვით, რომ ამ 4-დან მხოლოდ ეს ერთია შემორჩენილი, რადგან დანარჩენი 3 მოდელის ადგილს ამყოფელი კაცი შვილმა არ იცდე და მეც. ვაუ. 900. კარგი სპიჩი მქონდა. 900. 1000 ყველა რაც მაქვს. 1200. აბსოლუტურად ყველა ყველა. შეგვიძლია. ანუ 1200-დან 1800 მიღებულია. კი, მე ვტოვებ. მიღებულია. გარდა იმისა, რომ მართალია ცოტა ხმარების კვალი ეტყობა, მაგრამ ეს კონკრეტულად ეს კამერა დამზადებული არის ოქროს მეტალით და აგრეთვე ნიანგის ტყავით. სიმბოლურად ავითვლი 1101, 2 და 3. გაყიდულია ეს ლოტი. რატომ ჩამოხვედით ძალიანად თქვენს ქონებას? იმიტომ რომ მარის ვუყიდე. მარის რიზოგი. ტაქსის ლიცენზიას მგონი სხვისთვის იყიდეთ. არა, ტაქსი ჩემთვის. ეს გადაუღებს. არა, ვიღაცას აძლევდით ამ ლიცენზიას. კარგი ბიზნესი. რატო ვამბობ რა? როცა სხვისთვის ყიდულობ, ჩემოელი, ხო იცი? არა, მართლა გაიგენადენი. შენია, რაც არა. ძალიან ძვირი ეღირება. დაჟე ტაქსზე ძვირი ეღირება. $672,000 მეგობრებო. ელენე მილიონს ეხლა შეგიძლია დაუკლაჩოთ. არ ვიცი, მაგრამ 2 ლოტი აქვს ნაყიდი ელენეს და მინდა გითხრათ, რომ ორივე არის ყველაზე ძვირი. თავისივე რეკორდი მოხსნა ელენს. არ ვიცი, საკმარისი აღმოჩნდება თუ არა ეს 500 ლარის მოსაგებად, რომელიც ვიბი ბარაცი აგესახება, ამას ცოტა ხანში გავიგებთ. ეს არის მეგობრებო შევარდენი, აბა შევარდენი ვის უყვარს. მე მინდა. თქვენ გინდათ? კი. რამდენ სიხდით? 200. 200, აი, სტრატეგიული გათვლა არის 200. შანსი გეძლევათ შეიძინოთ უმშვენიერესი ამერიკული გირ ფალკონის ჯიშის შევარდენი, მეგობრებო. ეს ახალგაზრდა ულამაზესი შევარდენი 42 სანტიმეტრის ზომისაა და 980 გრამს იწონის. ძალიან ლამაზია. და მისი ეს ასე ვთქვათ ზომა წონა აძლევს საშუალებას, რომ უმაღლესი დონის მოქნილობა და სისწრაფე განავითაროთ. 300. 300 იყოს რაღაც. 400. 400. 700. 700 ერთი. 800. 800. ნიყავს 900. აი, თო 25-ლარად დავითრებ თუ ტიყუს. გოგოს და ბი. 1000 მიღებულია. იყავს 1000-ას. იყოს აუ 1000. ეს რა, ამ ზან გინდა ჩიტი. 1102 უჩა შეგიყურებ. და პოლუქს 1200. 1200 ლოტები ერთი. დარჩა ხალხო რომ იცოდეთ ბევრი. 1200. 2 ახლა ლაზარუს უყურებ და 1200. კაი, წაიღოს. 3 გაყიდული. მე-12 ლოტი. ჩვენი შევარდენი გახდა $465,000. დაიწია ელენეს შეიძლება დაიწია. წავაგე. ბიჭო, შეიძლება დაიწია. ხო, უჩამ ცოტა ისე დაიწყო, მაგრამ აშკარად რაღაცა შეიძლება რამდენი დაკავაჩო. დაგროვილი დახება. ფული აღარ მაქვს. ძაღლის კლონირება. იყიდება სერვისი, მეგობრებო. რითაც შეგიძლიათ ზუსტად იდენტური ძაღლი შექმნათ, ანუ ძაღლის კლონი შექმნათ. ეს არის რომ არსებული ძაღლის დნმ-ს იღებენ, სუროგად დედაში ათავსებენ, ხდება განაყოფიერება და ზუსტად იგივე ძაღლი გამოდის. აბსოლუტურად თითოეულ ხაზსა და ბეწვშიც იდენტური ძაღლი იქნება. თუმცა მინდა გითხრათ, რომ პიროვნული მახასიათებლები ამ ძაღლმა რომ შეინარჩუნოს, გარე ფაქტორებზე არის დამოკიდებული. თუ რაღაც პირობითად ადრეს დიდით მობიერეთ და ეხა მკაცრად გაზრდით, შესაძლოა ზუსტად იგივე ძაღლი აღარ გამოვიდეს. თუმცა იდენტურად იქნება ზუსტად ის, რომლის დნმ-საც აიღებთ. ეს არის ძაღლის კლონი. 300. 300 მიღებულია. 400, 500. 500, 515 ჯიბიდა. 15 ლას ამატე ჯიბიდა. ჩემი. საქართველოს თუ TBC, რომელიც ჩაგით. 502 და 500 500 თეთრ? 3. გაყიდულია. დიდი მადლობა. არ უნდა გაგეტანებინეთ. მე მგონია რომ ეს სერვისი საკმაოდ ძვირი ეღირება. ძალიან დაიძაბა სიტუაცია. 500 ლარი დახარჯა და 1300 ლარი კიდე დარჩა. ამ ლოტის ღირებულობა მეგობრებო, $50,000.
დიდი მადლობა. ანუ ჩემი ბრედ პიტი სიმპათიურია ეხლა. მე მგონი პროპორციულად იმაზე ნაკლებიც იყიდა, ვიდრე 788,000-იანი უჩქა. კი, ხო, დაახლოებით იგივე გამოდის. თუმცა ონის ნიღავს ვერ შეეძლებ. ტელესკოპი. აი ეს არ არის, ნახე როგორი ძირადღირებული ლოტი შემოვიტანე მეგობრებო. ეს არის მეგობრებო ტელესკოპი. აი აბას თუმის ობსერვატორიაში თუ ხართ ნამყოფები, რასაც იქ ნახულობთ, ჩათვალეთ ყველაფერს ნახავთ აი ამის დახმარებით რა. მინდა გითხრათ რომ ეს არის Plane Wave 1 მეტრიანი ობსერვატორიული ტელესკოპი. თუმცა თვითონ ეს დანადგარი გაცილებით დიდია ვიდრე უბრალოდ 1 მეტრი, რომელიც 1180 კილოგრამს იწონის თლიანად ეს დანადგარი. და 6000 მმ-იანი ობიექტივი აქვს. ასევე ობიექტს აქვს f6 ფოკალური შეფარდება, რაც ამ საქმეში საუკეთესოა და გვაძლევს საუკეთესო გამოსახულება. 300. 400. 400. არა 400. არა 400 მე გიმაწია. 400 მე გიმაწია. მაშინ 500 რა პრობლემა არ გვიჩი. 700. არ მოასწორეთ. რაღაცა აყიდი ადამიანს რა გჭირ 800. 800. 900. 1000. 1000, 1100. 1200. 1200, 1300. 1400. 1300. აღარ მაქვს 1300. 1300 და მგონი აზრიც აღარ აქვს 1301, 1302 და 1303. ბრედ პიტი და ახლოდა რომ უყურო ბრედ პიტი. ღირებულებას ეს იაფი არის. ახლა რა ძვირი ღირს ძალიან დარწმუნებული. $575,000 ძალიან კარგი ღირებულების ლოტი და ჩვენი თამაში მეგობრებო გრძელდება ისე იმიტომ ჯერ წინ არის მინიმუმ კიდევ ერთი ლოტი მუჰამედ ალის ხელთათმანი კრივის ისტორიის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მემორაბილია უშუალოდ ეს ხელთათმანები რადგან ეს ხელთათმანები მუჰამედ ალიმ ჯო ფრეზიერის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოიყენა სადაც ისტორიაში პირველად ორი დაუმარცხებელი მებრძოლი შეხვდა ერთმანეთს ფრეზიერიც იყო დაუმარცხებელი მაგრამ მუჰამედ ალის სამწუხაროდ ამ ორთაბრძოლის შემდგომ მისი ნულიანი შეიცვალა და ერთი მარცხი იგება. და ეს ის ხელთათმანია სწორედ სადაც მუჰამედ ალი პირველად დამარცხდა. 301 მე ძალიან ბევრი ვისაუბრე უკვე, არ გავწერავ 400 500 500 501 502 და 503 თუ ბოლო არ არის, დიახ. მაშინ მოვიგე ეს თამაში. მე დარჩენილი მაქვს 800 ხო? 800 მო დარჩენილი. ეს დარწმუნებული ვარ საკმაოდ ძვირი ღირს. დაახლოებით რამდენი? ნუ 200,000-დან 700,000-მდე ნებისმიერი თანხი შეიძლება. აი $50,000-დან მილიონამდე დაახლოებით. მუჰამედ ალი ბოქს ლეგენდა, კი, ბოქსის ლეგენდა და მინდა გითხრათ რომ მისი ხელთათმანი თვადი აფიც არღეს, იმიტომ რომ $388,375 მქონე ხელთათმანი შეიძლება და მინდა გითხრათ რომ 500 ლარად კარგი შენ. კარგი შენაძე. ეს დავაბალანსე ეს. კი, აშკარად დავაბალანსე, იმიტომ რომ და ამით დასრულდა გადაცემა და ელენე არა. და მეგობრებო, ამით დასრულდებოდა გადაცემა. კიდევ ერთი ლოტი რომ არ გქონდეს მინიმუმ დარჩენილი. მინიმუმ. იქნება 1-2. არა, შეიძლება აღარ იყოს, მე ვამბობ მინიმუმ, იმიტომ რომ გრძელდება. კი. ტყვიამრქვევი. ეხლა უნდა გადავინაცვლოთ გენერალ კასტერის ბრძოლებში და გავიხსენოთ მისი არსენალიდან ყველაზე დასამახსოვრებელი იარაღი. აი ეს კონკრეტული ეს მოდელი. ეს არის 6 ლულიანი ტყვიამრქვევი, რომელიც ბრძოლის ველზე თავს ემდა მოწინააღმდეგეებს და ეს მოდელები 1866 წლიდან 1911 წლამდე გამოიყენებოდა. აუ ბოდიში, ეს ის ტყვიამრქვევი, რომელსაც კასტერი ხმარობდა ბრძოლაში თუ მსგავსი მსგავსი არა, ეგ მოდელია. ზუსტად ეგ მოდელია. გენერალმა კასტერმა დატოვა ფორტ აბრამ ლინკოლნში აი ეს მისი უკანასკნელი ბრძოლის წინ, სადაც ის დამარცხდა ამერიკელ ინდიელებთან შეტაკებისას. 201 300 მე იყოს 400 გადა. 400 იყოს 500. 500. ბოლო 500 ვარ. მე იყოს 600. 600, აი შენ 600 გეთქვა, 700 გადატანე. ამიტომ როგორც ახლა პროპორციით როგორც ხვდები, 600 რადგან დასახელებულია, 700 ვერ ამეღარიტყვის, 601, 2, 3 და ეს ლოტიც გაყიდულია. გონია რომ საკმაოდ ძვირი უნდა ღირდეს. და ეს ტყვიამრქვევი კოლტ მოდელ 1875 გახლავთ $299,000. თუმცა
გადავედით შემდეგ ლოტზე მეგობრებო. ან ერთი დარჩა, ან აღარ დარჩა, ეგრე მგონია. რომელიც გახლავთ, ღამის მონადირეებს გეძლევათ საშუალება, რომ ღამის ტყის მონადირეებიც გახდეთ, არ ვიცი, ვინც შეიძლება მინიმუმ ამ ლოტს მინიმუმ ეგ ადამიანი მაინც, იმიტომ რომ ჩვენ შემდგომ ლოტს თუ დაეპატრონებით, ეს არის ელსლოუს კოლონის ტყე, რომელიც 35 აკრის მოცულობისა და ძირითადად წიწვოვანი ხეების, წიფლისა და ულამაზესი მუხნარისგან შედგება. 500 ხო? მე 200 მაქვს, მეგის 500. 500. 500 მივიღებ. პრეპირი რო გაუშვა შეიძლება. ინგლისის ერთ-ერთ სოფელში არის მოკლედ მეგობრებო ეს ტყე 35 აკრის 500 თქვი უკვე რადგან 500 მიღებულია 3 გაყიდულია ეს ლოტი ტყე და ბუნკერი გაქვს ბოგი მეტი რა ბუნკერი ვით სადაც უნდა ჩავდგა? რამდენი აქვს ახლა 800. 800,000 გაქვს ხო. 9 მილიონი მინიმუმ და ღირდეს ხო არ მგონია რომ მაგდან იყერს მეც არ მგონია სიმართლე გითხრა, მაგრამ მოდი. რომლის ღირებულებაც არის ჰოთელები მაყარეთ, ვიდი. $520,000 და არ ვიცი ჯერ რა ხდება, იმიტომ რომ ეხლა დავიანგარიშებთ, მაინც ჯერ ცოტა დარჩენილი თანხები ყოველი 100 ლარი გამრავლდება $10,000-ზე და შესაბამის თანხა მაინც დაგერიცხებათ. აუ რამდენი ხანი ინახა 600 ლარი დაამუღამე გითხარით ამალეს მომაგებინებს მე თქვი. მოიგო 300 ლარი ჩამერიცხე. ჩვენი დღევანდელი აუქციონის შედეგებს მოგახსენებთ. შედეგებს მოვუსმინოთ. ძმებო. ბოლო ადგილზე გავიდა მეგი $735,000-ით. შემდგომ თან მოსდევს მიშო $922,129 და 73 ცენტით. შემდგომ არის უჩა $983,000-ით, ელენე მილიონრები $1,262,000, ირაკლი არ $1,279,175 და ჩვენი გამარჯვებული გახდა გიორგი $1,349,999. გილოცავ. მადლობა. აქედან ყველანი მოჩვენებების სახლში მივდივარ. რომელსაც გადაეცემა Whitebit Georgia-სგან 500 ლარი, ხოლო ეს თანხა აგესახება Whitebit-ის ანგარიშსელარის stable coin-ის სახით, რომელიც შეგიძლია რომ პირდაპირ გადაიტანო ვიბიბარაცე, გადაიხადო ნებისმიერ ადგილას, ან უბრალოდ გაანახდო ბანკომატიდან. ან თუ ხარ დაინტერესებული, გაქვს ინტერესი, შეგიძლია კრიპტომიმართულებით პირველი ინვესტიციას განახორციელო. როგორც გაგიხარდება, ისე გამოიყენებ ამ 500 ლარს. ხოლო მათ, ვინც დაინტერესებულია კრიპტომიმართულებით, აღწერაში იქნება საიტი, სადაც შეგიძლიათ გადახვიდეთ და Whitebit Georgia ბარსელონას გულშემატკივრებისთვის და არ მგონია მხოლოდ ბარსელონას გულშემატკივრებისთვის აკეთებს გათამაშებას, სადაც შეგიძლიათ მოიგოთ ბარსელონას თამაშის ბილეთები. ყველას გისურვებთ წარმატებებს, მადლობა რომ გვიყურებდით. აუცილებლად დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და მადლობა თქვენ მობრძანებისთვის. წარმატებები.